მოგესალმებით, მე ორომარა ქუბარდია და დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ Infinite G35 კუპეს. დავიწყოთ Infinite G35 კუპეს განხილვა. ამ მანქანის განხილვას დავიწყებ ვიზუალით. აქვს 18-იანი დისკები, რომელიც არის ძალიან ლამაზი და რომელიც ჩემი აზრით ძალიან ხვდება ამ კუზაოს. ასევე აქვს ბლოკირებული ხიდი და ბლოკირებული ხიდი რო აქვს პლუსი, ანუ დადებითი მხარეა, იმიტომ რომ ისეთ ავტომობილებს, რომლებსაც აქვთ ბლოკირებული ხიდი, დრიფტაობა შეუძლიათ. წამყვანთურებსაც შეეხება, უკანა წამყვანია და მოჭიდება არ აქვს, ანუ იმას გულისხმობ, რომ ადგილიდან დასტარტვის დროს ბუქსაობაში კვდება. წინა ფარები აქვს ქსენონიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა ფარებს ნათურები არ აქვს. და ეს წინა ფარები ლამაზია. აქვე იმასაც დავამატებდი, რომ შორიდან რო შეხედო Infinite G37 კუპეს გავს. რეალურად Infinite G35 კუპე და Infinite G37 კუპე არ არიან ერთბალანზე აწყობილები, მაგრამ არიან წინამორბედ მემკვიდრე. წინამორბედ მემკვიდრეში იმას გულისხმობ, რომ Infinite G35 კუპე არის Infinite G37 კუპეს წინამორბედი, ხოლო Infinite G37 კუპე არის Infinite G35 კუპეს მემკვიდრე. აპორნებსაც და სუპორტებსაც შევეხოთ, მოდი. აპორნები უყენია ბრემბოსი, რომელიც არ არის დახვრეტილი და სუპორტებიც ბრემბოსი უყენია და ეს სუპორტები არის ოქროსფერი. ოქროსფერი სუპორტები ძალიან მომწონს. შუშები რო აქვს ჩაბურული, ანუ ჩამუქებული, მომწონს და კაია. რაც შეეხება უკანა მხარეს, უკანა ფარები აყენია LED-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანა ფარებს ნათურები აქვს და ეს უკანა ფარებიც ლამაზია. საბარგულის სპოილერი აქ დაფიქსირებული, ანუ უძრავი. ეს სპოილერი ულამაზესია და აქედანვე იმას ვხედავ, რომ სპოილერზე აქ გრძელი სტოპი. რატომღაც ამ სტოპს ვეძახი გრძელ სტოპს. მაყუჩები აქ იდეალური და ეს ის მაყუჩებია, რომლების დამსახურებითაც აქ ძალიან მაგარი ხმა. რაც შეეხება ძრავს, 3 და 5, 6 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავით, კოდური სახელწოდებით VQ35, რომელიც გამოიმუშავებს 284 ცხენის ზავას და 366 ნიუტონ-მეტრს. ძრავში გაკეთებული აქვს ინჯინის შემშვები. მოდით ახლა გადავიდეთ სალონზე და მანდაც ვისაუბრებ დეტალურად ამ მანქანაზე. გადმოვედით სალონზე და რაც შეეხება ამ მანქანის სალონს, აქვს ტყავის სავარძლები შავი ფერის. რა თქმა უნდა, საჭე აქვს ღილაკებიანი და ტყავის მასალის არის.
წინა სავარძლების გათბობაც აქვს. გადაცემათა კოლოფი აქვს 6 ჩქარიანი მექანიკური, რაც არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ მექანიკა G14 კუპე უფრო სწრაფია ვიდრე ავტომატიკა G14 კუპე. საბედნიეროდ კრუიზ კონტროლიც აქვს, საბედნიეროდ კრუიზ კონტროლიც ოკეი, хорошо, თავიდან ვთქვი, უფრო გეცადო გაიგოთ რა. საბედნიეროდ კრუიზ კონტროლიც, ანუ ავტოპილოტიც აქვს, იმიტომ რომ თუ სიტყვაზე დაიღალე მანქანის მართვით, ჩართავ კრუიზ კონტროლს, ანუ ავტოპილოტს და თავისი თივლის მანქანა. ეს იყო Infiniti G14 კუპეს განხილვა ომარ აკუბარდიასგან. მომავალ შეხვედრამდე.